ქრისტეს შობამდე მე-13 საუკუნეში გაიმართა ბრძოლა ხეთებსა და ეგვიპტელებს შორის. ხეთებს იმ დროს მეთაურობდა მოვატალი მეორე, ხოლო ეგვიპტელებს რამზეს მეორე. ეს ბრძოლა გამორჩეული იყო რამდენიმე ფაქტით. პირველი ის, რომ ისტორიაში ყველაზე მეტი რაოდენობის ეტლი იქნა გამოყენებული დაახლოებით 5,000-დან 6,000-მდე. მეორე ის, რომ ეს ბრძოლა იყო პირველი ბრძოლა, რომელიც იყო დაგეგმილი, ესე იგი წინასწარ იცოდნენ მხარეებმა სად უნდა ებრძოლათ, როგორ და ასე შემდეგ. მესამე ფაქტი ის იყო, რომ ამ ბრძოლის შემდეგ დაიდო ზავი, რომელიც ისტორიაში უძველესი სამშვიდობო ზავია. ხეთური დღევანდელ ლინგვისტიკაში მიჩნეული არის ანატოლიურ ენად, რომელშიც ასევე შედის ლიდიური, პალაიკური და ლუიგური. ანატოლიური არის ინდოევროპულ ენათა ქვეჯგუფი. ერთი საინტერესო თეორია არსებობს, რომ ხეთური და ინდოევროპული ერთი ენისგან გამომდინარეობს, ერთი წინაპარი ენისგან და არა ის, რომ ხეთური არის ინდოევროპულის ქვენა, ასე ვთქვათ. თუმცა ეს მხოლოდ სპეკულაციებია. ერთი საინტერესო ფაქტი ასევე ის არის, რომ ხეთურს არ აქვს მდედრობითი და მამრობითი გენდერული სისტემა, როგორც სხვა ინდოევროპულ ენებს. ხეთურად საუბრობდნენ 4000 წლის წინ, თუმცა დღევანდელ ლინგვისტებს შეუძლიათ დაადგინონ, თუ რომელი ენები ენათესავება მას. ამისთვის ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ შედარებითი მეთოდი ლინგვისტიკაში და ეს იმას ნიშნავს, რომ შევადაროთ რიცხვები, მაგალითად 1-დან 10-მდე, ოჯახის წევრების სახელები, დედა, მამა, ძმა, და ასე შემდეგ და ასევე შეგვიძლია შევადაროთ მარტივი ზმნები, მაგალითად როგორიც არის ჭამა. აქ ხედავთ, რომ მოვიყვანე რამდენიმე სიტყვა ხეთურიდან, რაც წერია მარცხნივ და შესაბამისი, ესე ვთქვათ, მონათესავე სიტყვები სხვა ენებში მოვიყვანე მარჯვნივ, ინდოევროპული ენები. Water ხეთურად არის წყალი, ისე როგორც ინგლისურად. ანალი ნიშნავს ძველს ხეთურად და ლათინურად ნიშნავს ანუს წელიწადს, რაც ასე ვთქვათ, მსგავსი სიტყვებია. ნევა ახალი, ინგლისურად არის new, ed ჭამა და ლათინურად არის edere. და კიდე მოვიყვანე 3 და 7, teriala და siptamia, რაც არის ციფრები და შეგვიძლია შევადაროთ ლათინურს. tres არის 3 ლათინურად, ხოლო septem თუ არ ვცდები არის 7. ხეთებს ჰქონდა თავიანთი ღმერთების პანთეონი, რომლის მთავარი ღმერთი იყო ტარჰუნა და ეს იყო ამინდის ღმერთი. ტარჰუნას ჰყავდათ ცოლი არინა ან არინიტი და ასევე ჰყავდათ შვილები ტელიპინუ, კამამა, მეზულა და ინარა. ერთი საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ტარჰუნამ დაამარცხა გველეშაპი ილუიანკა და ასევე შეგვიძლია გავალოთ პარალელი სხვა ინდოევროპულ ჯგუფების მითოლოგიაში. მაგალითად, ვედიკურ მითოლოგიაში ინდრამ დაამარცხა ვრითრა და სკანდინავიაში თორმა დაამარცხა იორმუნგანდირი, ისევე როგორც ტარჰუნამ დაამარცხა ილუიანკა. სიტყვა ილუიანკა შეგვიძლია დავშალოთ ილუ არის გველი, გველის მსგავსი არსება, ისევე როგორც ინგლისურში არის eel. და ეს ორი სიტყვა გამომდინარეობს ერთი საერთო სიტყვისგან, რომელიც პროტოინდოევროპულში იქნებოდა დაახლოებით ილ. ხეთების დედაქალაქ ჰატუშაში აღმოაჩინეს 30,000 ფირფი და ხეთური დამწერლობის და სწორედ აქედან ვიცით ხეთების შესახებ, რაც ვიცით უმეტესწილად. თუმცა ასევე შეიძლება ითქვას, რომ ძველ ეგვიპტელებიც და სხვა ცივილიზაციებიც აღწერდნენ ხეთებს. რაც ხეთებს გამოარჩევდა სხვა ცივილიზაციებისგან არის ის, რომ იმ დროს არავინ იყენებდა რკინას იარაღებისთვის და ხეთები იყვნენ პირველები. და ასევე ანატოლიაში მოიპოვებოდა ბევრი რკინა, რომელიც მათ ხელს უწყობდა მილიტარისტულად განვითარებაში. ასევე მე-19 საუკუნემდე ხეთები დავიწყებული ცივილიზაცია იყო და სწორედ ესე ვთქვათ, 2 საუკუნეა, რაც თავიდან აღმოაჩინეთ ისინი.